ეს საქართველოა, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს. მოგესალმებით რუსთაველის გამზირიდან, ადგილიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან იმისთვის, რომ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოუცხადონ მამაც უკრაინელ ხალხს და იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს დასანახად და გასაგონოდ დააფიქსირონ თავისი პოზიცია და ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო მიდის ევროპისკენ, რომ საქართველო მიდის ცივილიზებული და დემოკრატიული სამყაროსკენ. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს. ზუსტად 1 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პუტინის სისხლიანი ურდო მეზობელ უკრაინაში შეიჭრა და მეზობელ სახელმწიფოს თავს მოახვია ეს სასტიკი და სისხლის მგრელი ომი. მთელ მსოფლიოს შეეცადა, რომ თავს მოეხვია მთელი მსოფლიოსთვის თავისი დღის წესრიგი, ბოროტების დღის წესრიგი, რომელსაც ახლა გმირი უკრაინელი ხალხი იგერიებს ასე მამაცურად, ასე მედგრად და ასე შეუპოვრად და იმედია ეს გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე, იმედია რომ ეს გამარჯვება ძალიან ახლოს არის. ყოველ შემთხვევაში ყველა პარტნიორი უკრაინისა გვერდში უდგას ახლა ამ რთულ ბრძოლაში უკრაინელ ხალხს და ეხმარება იმაში, რომ ისტორიული გამარჯვება და წარმატება მიღწეული იქნას, თავისუფლება ღირსეული ბრძოლით იქნას მოპოვებული. დღეს რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები დგანან, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო და არ გააკეთა ხმამაღლა ეთქვა თავისი მხარდაჭერა გამოეცხადებინა და არჩევანი გაეკეთებინა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ახლა ქართულმა ხალხმა უნდა გამოხატოს ეს მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და უამრავი ადამიანი უკვე რუსთაველზე დედაქალაქის მთავარ გამზირზეა. ჩვენ წუთი-წუთზე ველოდებით ვიდეო სიგნალს კიევიდან, დედაქალაქიდან, რომელიც უკვე 1 წელია ზუსტად ომში იმყოფება, ომის რეჟიმში ცხოვრობს მთელი კიევი და კიევიდან პრეზიდენტი ზელენსკი მიმართავს ცივილიზებულ სამყაროს და ჩვენ ამ ვიდეო მიმართვის პირდაპირ ეთერში მოსმენის საშუალებაც გვექნება. მანამდე კი შეგვიძლია გადავინაცვლოთ ჩვენ სტუმრებთან, ვიდრე გამომსვლელები გადაინაცვლებენ ტრიბუნასთან და ვიდრე გამოსვლები დაიწყება რუსთაველის გამზირზე. მე ჩემს სტუმრებს გავესაუბრები იმაზე, თუ რატომ ვართ დღეს აქ, რას ვეუბნებით ქართველი ხალხი ცივილიზებულ სამყაროს და რატომ არის აქ დგომა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ დღევანდელი დღისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. აკე ბარბაქაძე იქნება ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით. მოდით პირდაპირ კითხავთ, რატომ მოგზავნით თქვენ აქ, რატომ უნდა მოვიდეს საქართველოს თითოეული მოქალაქე აქ და რა არის თავარი, რაც უნდა უთხრათ ახლა ცივილიზებულ სამყაროს, რა არის ის სათქმელი, რასაც ჩვენი ხელისუფლება ვერ ეუბნება. ბრძოლა და ღირსება. ეს არის საიდუმლო უკრაინის გამარჯვების. ეს არის რეცეპტი, რითაც ისინი თანამედროვე ფაშიზმს ამარცხებენ. 1 წლის წინ, ზუსტად 24-ში, აქედან დაიწყო შეკრება მთელი მსოფლიოს ხალხების. ყველა დედაქალაქში თბილისი იყო ის, ვინც დაიწყო ეს ესტაფეტა და გაგრძელდა. და დღეს წლის თავზე ჩვენ კიდევ ვიკრიბებით. კიდევ ბევრი ხალხი მოვა. ეს არის ბრძოლა, ბრძოლა თავისუფლებისათვის, ბრძოლა ღირსებისათვის. ეს არის მორალის შემოტანა თანამედროვე პოლიტიკაში და უკრაინელები ამას მსხვინავად ართმევენ თავს. 1 წლის თავზე უკვე სოფლიო კი არ ეხმარება უკრაინას. უკრაინა იცავს დღეს დასავლეთს, ცივილიზაციას და მსოფლიოს. უკრაინაა ის ფორპოსტი, სადაც ხვირპირს იმტრევს რუსული ფაშიზმი და ჩვენ დღეს უკრაინელებთან ერთად. დიახ, ჩვენ ვიბრძვით უკრაინელებთან ერთად და დღეს ჩვენ უკრაინელებთან ერთად ვაკეთებთ განაცხადს. ჩვენ გავიმარჯვებთ უკრაინასთან ერთად. ჩვენ დავასრულებთ რუსულ ფაშიზმს იქაც და აქაც. ერთად, ძალა ერთობაშია. დიდი ბატონო, ჩვენ ვართ იმ ქვეყნის შვილები, რომელმაც 2-3 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე გამოსცადა ის რუსეთის სამხედრო აგრესია და თბილისიდან დაიწყო და საქართველოსთან არა მხოლოდ ის მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, არამედ სამწუხაროდ სწორედ საქართველო იყო ის პირველი, რომელსაც რუსეთმა სადაც შეეცადა თავისი იმპერიული პოლიტიკა და ზრახვები განეხორციელებინა და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. დიახ,
აქედან დაიწყო რღვევა საბჭოთა კავშირმა. უпроსორად აქ დაიწყო გაფორმება საბჭოთა კავშირის რღვევისა. ეს არის საკრალური ადგილი ქართველებისთვის. ეს არის ჩვენი დიდგორი. ზუსტად აი ამ მოედანზე, ამ მოედანს ახსოვს ბევრი გამარჯვება და ბევრი მარცხით საქართველოში, მაგრამ უფრო მეტი გამარჯვება ვიდრე მარცხი. ეს მოედანია ყველაფრის საწყისი საქართველოში, დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ღირსების და ზუსტად აი ამ მოედანზე გადაწყდება რუსული კოლაბორაციონიზმის დამთავრება ამ ქვეყანაში. აქ იწყება დიდი პროცესი. ჩვენ ვართ მომსწრე ახალი დიდი მძლავრი პროცესის დასაწყისისა. ეს იქნება რუსული კოლაბორაციონიზმის, რუსეთის მსახურების დასასრული აი ამ ქვეყანაში. აქედან იწყება ეს. პატარა ღრუბელი არის დიდი ქარიშხალის მომასწავლებელი და ამოდენა ხალხის ნება. თქვენ ხედავთ დღეს დაინახეთ რომ აი აქ არის დღეს მანდატი ხალხის, რომ ევროპა უნდა ამხატს, რომ თავისუფლება უნდა ამხატს, რომ ღირსება უნდა ამხატს. ამისთვის არის ეს ხალხი აქ შეკრებილი. არ არის ეს მარტო გვერდში მდგომა, არ არის ეს მარტო სხვისი ომის ყურება, ეს არის ჩვენი საერთო ომი. ამისთვის ვიკრიბებით აქ. ბატონოაკია, ჩვენგან სულ რამდენიმე მეტრში არის 9 აპრილის მემორიალი. და ყველას კარგად გვახსოვს ეს ისტორიის უმძიმესი ღამე. მერაბ კოსტავას აქვს ნათქვამი თუ სწორად მახსოვს, დადგება დრო, როცა საქართველო იქნება დამოუკიდებელი, მაგრამ თავისუფლება იქნება დასაცავი. როგორ ფიქრობთ, დგას ახლა ეს მომენტი საქართველოს ისტორიაში? დიახ, ჩვენ ახლა აქ გამოსვლით პირველ რიგში ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ღირსებას, ჩვენს დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობის, ღირსების, თავისუფლების დაცვა მუდმივი პროცესია და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. იმიტომ ვიკრიბებით აქ. დღეს ყველა აქ არის მეომარი, დღეს ყველა ქალიან კაციანად აქ არის ვაჟკაცი, აქ არის რაინდი, აი აქ არის დღეს საქართველო. აი ეს არის საქართველო. აქედან უნდა დავიწყოთ გასწორება იმ მრუდე კუთხეებისა ჩვენი ისტორიის. აქედან იქნება მოპოვება რეალური თავისუფლების. აქ გავასწორებ ყველა შეცდომას. ეს არის ჩვენი მთავარი, ეს არის ჩვენი დიდგორი. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას და დიდება გმირებს. აკიე მარმახაძე იყო ჩვენი სტუმარი. დიდება გმირებს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ხალხურებთან საუბარს. უნდა ითქვას ისიც, რომ უკვე მთელი მსოფლიოსთვის გასაგები არის და ხელშესახებია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ადგას იზოლაციონიზმის გზას. ის ერთგვარად არ ქმევს მოვლენებს თავის სახელს, უჭირს გამარჯვება უსურვოს უკრაინელ ხალხს და მთელი ერთი წლის განმავლობაში გვესმოდა მხოლოდ ის, რომ ომის დროულად დასრულებას უსურვებდნენ უკრაინელებს და არა გამარჯვებას. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ გამარჯვება როგორც ასეთი უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, რას დაარქმევენ ისინი გამარჯვებას და არა იმ დიდი სახელმწიფოების მოსალაპარაკებელი თუ გასაყოფი, როგორც ეს ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოთქვა. უკრაინელმა ხალხმა და უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის გამარჯვება და რა არის მისი თავისუფლების ფასი. ჩვენ შემდეგ სტუმართან გადავინაცვლებთ. ლევან მეტრეველი იქნება ჩვენი სტუმარი. ბატონ ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა. საღამო მშვიდობის. მე დავიწყებ ამერიკის საელჩოს განცხადება მინდა გავიხსენო, ხოდა საუბარი იყო იმაზე, რომ პუტინი თვითონ ქმნის მტრის ხატებს და შემდეგ იწყებს ბრძოლას. კიდევ ერთი რასაც აკეთებს პუტინი, ეს პოლიტიკური ოპონენტების ციხეში მკვლელობა ან სიკვდილის პირას მისვლა და ვინ თუ არა თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ მესამე პრეზიდენტის საქმეში ძალიან აქტიურად იყავით ჩართული. მოდით დღევანდელ დღეს და აი ამ მოვლენას დაუბრუნდეთ. აი ამ საყოველთაო იზოლაციონიზმის მომენტში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ემიჯნება აი ამ თავისუფალი სამყაროს ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ. სად უნდა იდგეს ქართველი ხალხი, სად დგას ქართველი ხალხი, ახლა ხედავთ ამას, მე მგონი შეკითხვა არ ჭირდება. უბრალოდ როგორ უნდა ავუხსნათ ეს სამყაროს, რომ არის განსხვავება იმ პოზიციაში, რაც უკავია საქართველოს მოქალაქეებს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და რა პოზიციასაც აჟღერებს სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, ძალიან ბევრი ვართ. პიკზე გაცილებით მეტი ვიქნებით. შეიძლება იმაზე მეტი ვიდრე ზაფხულში, როდესაც ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და გამოვედით ჩვენ ქუჩაში. ეხლა ის კითხვა, რას თქვენ დასვით, როგორ დავანახოთ სამყაროს და ჩვენ თავებსაც, რომ ჩვენ და მთავრობა ერთ-ეგივე არ ვართ, ვერ დავანახეთ. სანამ ამ მთავრობას არ გავისტუმრებთ ძალიან აქტიურად.
მარტივ მაგალითს გეტყვით ჩვენ მომსმენელმა რომ უფრო იოლად გაიგოს. 2 დღის, 3 დღის წინ წავედი ბათუმში ლექციების წასაკითხად. წამოვედი გუშინ შუა დღეზე და ჩამოვედი დღეს. აი ადამიანებს რა აუხსნათ, წუხელ 4 საათი ვიდექი რიკოთთან. კაცი არ მოვიდა, პატრონი არ იყო, არავინ პოლიცია ნახე ერთხელ ისიც თვითონ ჩაეფლო თოლში. რო კითხე რა ხდება, ვერ მითხრა. ხო, მე კიდე მოვახერხე მოტრიალდი და 4 საათის მერე წავედი ქუთაისში საღას დავრჩი. დღეს დილით წამოვედი. ზუსტად იმავე ადგილას იგივე უბედურება ტრიალებდა. უკვე მზიან დღეს. ანუ რისი თქმა მინდა, ასფალტი აღარ არის. ანუ ეს რას ნიშნავს? ჩემო მეგობრებო, მოქალაქეებო. ამაზე მეტი რა უნდა გაგიკეთოთ ბავშვებთან ერთად, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დაყარათ ყინვაში, საღაც ტყეში. ხო, ამიტომ ჩვენ ვფიქრობ, რომ ძალიან აქტიურად აი ამ ხალხმა, ვინც აქ ვარ და კიდევ ბევრმა ეს უნდა მოაშოროთ. არ მინდა ფატალისტში გადავიდე, მაგრამ ალბათ გაგიმართლათ, რომ რაღაც გზად რომელიმე რაღაცა ხიდი ან ესტაკადის კონსტრუქცია არ ჩამოიშალა, საფუძვლად ეს ამანაც ალბათ გამიმართლა. სწორედ ეს არის, რაზეც ჟურნალისტები წერენ ლაპარაკობენ რომ კორუფცია ყავს და მათ შორის აი წარმოედგინეთ რა, მე რამდენიმე ვიდეო დავდე ჩემს Facebook-ზე. და მე როგორღაც რო გამოვასწე, აი ეს უბედურება რო ვნახე, შევარდნაის დროს არ იყო, აი ეს უბედურება რაც იქ იყო. გამოვედით უკვე ახალ გზაზე, მე ჩემ თანამოქალაქეს ვუთხარ ხალხო, აი ეს არის ჩვენი მთავრობა, სადაც მე ვიყავი და ეს არის ის მთავრობა, რომელსაც ყველაფერს აბრალობთ ამ ქვეყანაზე. რომელსაც ეს გზა გააკეთა, ქვეყანა მოაწესრია. ანუ რო დაუბრუნდეთ ისევ კითხვას, ძალა არის ჩვენში. ჩვენ ვართ 91% მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა ევროკავშირი, შესაბამისად არ გვინდა იზოლაცია, შესაბამისად არ გვინდა ეს ყაჩაღების ბანდა და რა დაგვემართ ამ 91%? უნდა შევიკრათ ერთად, დაგჭირდება რამდენიმე თვე გამძლეობა ქუჩაში და ამათ გაუშვათ. შეგახსენებთ ვარდების რევოლუციის დროს 2003 წელს ისეთი მშვიდობიანი აქცია იყო. აი ამ შენობაში არც ერთი მინა არ ჩატეხილა. აი ესევე უნდა გავაკეთოთ ეს. ძალიან ხშირად ისმის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან შეკითხვა უკვე რომ სად დგას საქართველოს და რომ ეს ისტორიული პოზიცია უკვე გასაკეთებელია. მოვიდა ამისი დრო რომ საქართველოს და თქვას სად დგას აი ამ ცივილიზაციათა ჯახში და ასევე ჩვენი ისტორიული არჩევანი, ხო, რაზეც საქართველოს შეთანხმებულია, რაზეც კონსტიტუციაში ჩანაწერია გაკეთებული, რომ მივდივართ ევროპისკენ, მივდივართ ევროკავშირისკენ, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. აი ესეც დასაცავი გახდა დღეს. სადგას საქართველოს ნამდვილად კორეის ადგილას არ დგას, იმიტომ რომ ავია თუ კარგია, რასაკვირველია ჩრდილოეთ კორეა არ მოგწონს, მაგრამ მას ყავს ლიდერი, რომლისაც თავის ხალხს ჯერა. არც ირანის ადგილას არ დგას. იმიტომ რომ იქაც არასწორი რამეა, ყველაფერი არასწორი, მაგრამ ხალხს რაღაცა ნდობა აქვს. აი ჩვენ სადა ვართ, იცით, ყვარყვარეს რეჟიმში ვართ. არო რუსეთმა და ჩვენმა უნიათობამ ჩვენი ხალხის და ჩემიც მათ შორის მოახერხა ის, რომ ჩვენ ვართ ყვარყვარეს რეჟიმში, რაღაცა საწოდაობაში. იმ რეჟიმში, სადაც 91% ყვარყვარე არ უნდა. აი მაში ვარ. ამიტომ გამოსავალი არის ერთი. მეგობრებო, ისევ გაიხსენეთ, ვისაც წაკითხული არ გაქვს კინოფილმი, აი ყვარყვარეში რა ხდება, ჩირაღდნიანი ადამიანები რომ მოდიან და მოვეყობე რომ გარბის ყვარყვარე. აი ეს გაიხსენეთ ხალხო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ლევან მეტრეველი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ კიდევ გვეყოლებიან, კიდევ შემოგვიერთდებიან ჩვენი სტუმრები. იქამდე ვიდრე დაიწყება გამოსვლები რუსთაველის გამზირზე. გეტყვით რომ გევანდელ მოძრაობას შემოუერთდა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, შემოუერთდა უამრავი სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფი, სტუდენტები, ახალგაზრდობა. რამდენადაც მე საშუალება მქონდა, ვიდრე აქამდე მოვიდოდი, ხედავდი ჩეკრების ადგილებს და სავარაუდოდ ისინი ორგანიზებულად მოდიოდნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მოდიოდნენ საკუთარი ხარდაჭერის გამოსახატად უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის მიმართ, რომელსაც ახლა უსამართლოდ მოახვია რუსეთმა ომი თავს და ერთი წელია ეს სისხლისღვრა გრძელდება და ასევე ეს ადამიანები მოდიოდნენ საკუთარი ქვეყნის მომავლის დასაცავად. მაშინ შეგელია იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი. მოგესალმებით. თქვენ რატომ ხართ აქ?
რატომ უნდა რატომ არის მნიშვნელოვანი ეს შეკრება გარდა იმისა რომ ჩვენ მეუბნებით ჩვენს მხარდაჭერას უკრაინელებს კიდევ რას მეუბნებით თელ სამყაროს თელ ცივილიზებულს ძალიან მნიშვნელოვანია და აი უბრალოდ ემოციებს ვეღარ ვიკავებ სულ რაღაც 8-10 წუთია და გადავსებულია მთელი რუსთაველი გადავსებულია ძეგლის მიმდებარე ტერიტორია და ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს რომ ქართველი ხალხი რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის უკრაინელების გვერდით ქართველი ხალხი ამბობს რომ მას უნდა ევროპული მომავალი და ჩვენს მებრძოლებს ჩვენს გმირებს უკრაინელ გმირებს და ქართველ გმირებს ვეუბნებით რომ ჩვენ გულით ვართ მათთან ერთად არ არის ის რასაც ჩვენი ხელისუფლება ამბობს სიმართლე ჩვენი ხელისუფლება დღეს არ განასახიერებს ქართველ ხალხს ვინაიდან მთელი საქართველო მათი გული დღეს დარწმუნებული ვარ არის რუსთაველის გამზირზე მე მგონია და აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული რომ აი ამ ყველაფერს დაინახავს მთელი მსოფლიო და ჩვენი შანსი რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს რომ გავხდეთ ევროპული ქვეყნის ევროპული მომავალი გახდეს უბრალოდ ჩვენი ქვეყნის მომავალი აიქნება ძალიან რეალური და მიხვდებია რომ ჩვენი ნება ნამდვილად ეს არის ამიტომ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ მთელ ყველა ქალაქში უნდა ვიყოთ და აუცილებლად უნდა უთხრათ მთელს ევროპას და მსოფლიოს რომ ჩვენ ვართ მათი ოჯახის წევრი და არა ბოროტების იმპერიის წევრი და ჩვენ ვართ უკრაინის ანუ სიკეთის მხარეს დიდი მადლობა მაჩანა შენგელია იყო ჩვენი სტუმარი და ალბათ მნიშვნელოვანია ისიც რომ ყველა ძალიან ბევრი განსხვავებული ჯგუფი არის აქ სხვადასხვა სოციალური თუ ასე ვთქვათ ჯგუფის და წარმომადგენელი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდები როგორც ვთქვათ სტუდენტობა მოკლედ ძალიან მრავალფეროვანია ისეთი როგორიც არის საქართველო ისეთი როგორიც არის ჩვენი ქვეყანა და ყველა ერთად ახლა აქ გავართ ჩვენი მხარდაჭერის გამოსახატავად მატამანგოლაძეა ჩვენი შემდეგი სტუმარი მოგესალმებით აი როდესაც საუბრობთ იმაზე რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ აკეთებს საკმარისად კაფიო განცხადებებს არ არქმევს ბოროტებას და არ უშურებს გამარჯვებას ამ ბრძოლაში უკრაინელ ხალხს ქართული ოცნების ხელდასმული პრეზიდენტიც კი საუბრობს რომ ახლა ქართული ოცნების ხელისუფლება იზოლაციონიზმის გზაზეა რა უნდა ქნას ამ მოცემულობაში რიგითმა მოქალაქეებმა რა უნდა ქნათ თქვენ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა და ყველა აი ამ რგოლმა რომელიც ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალიან კარგი კითხვა მადლობა მივესალმები მთავარის მაყურებელს რასაც ვერ აკეთებს ხელისუფლება აკეთებს ხალხი კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენ ვნახავთ რომ საქართველოს სოლიდარულია უკრაინის მიმართ, უკრაინის თავისუფლების მიმართ და აფასებს იმ ბიჭების ბრძოლას, ვინც 3000-ზე მეტი ქართველი იბრძვის, ვინც საქართველოს თავისუფლებას იცავს უკრაინაში ბრძოლის. ჩვენ წარმოვიდგინოთ 3 დღეში ვარაუდობდნენ ასე ამბობდნენ რომ კიევი შეიძლება დაეცა 72 საათში და 365 დღე ანადგურებს უკრაინა რუსეთს და სამაგალითოდ აკეთებს ამას 3 დღეში რომ დაცემულიყო მართლა წარმოვიდგინოთ შემდეგი სამიზნე იქნებოდა თბილისი აქ იქნებოდა დღეს რუსეთის საოკუპაციო ჯარები როგორ შეიძლება ხელისუფლება გერკვას და საუბრობდნენ იმაზე რომ ეს ბიჭები ვინც რუსეთს ებრძვის იქ უკრაინაში არიან დაქირავებული ბოევიკები ან როგორ უნდა თქვა რომ შეგიწყვიტა მოქალაქეობას აი ესეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენ ამაზრზენი მაგრამ ეს ყველა მიცის როგორი ხელისუფლება გვყავს ეხლა მთავარია რა უნდა გავაკეთოთ თქვენ კარგი კითხვა დასვით მოქალაქეებმა ჩვენ არ უნდა შევქმნათ ილუზია რომ ერთი აქციით მივაყენებთ წარმატებას ამ ტიპის რეჟიმები როგორც არის რუსული ქართული ოცნება ამ ერთი აქციით ერთი პერფორმანსით ერთი ღონისძიებით ვერ გავალთ ხოლმე ჩვენ დაგვჭირდება სისტემატიური წინააღმდეგობა რომ აი ამ ხალხმა ვინც არის ხელისუფლების წყარო ნამდვილი საქართველოს ვინც არის დაიბრუნოს ძალაუფლება დღეს ძალაუფლება სამწუხაროდ აქვს იმ ადამიანებს ვინც არ წარმოადგენს საქართველოს ჩვენი პასუხისმგებლობა არის ეს არის პასუხისმგებლობა უბრალოდ არაბეთ გამორჩეულები ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები ჩვენი პასუხისმგებლობაა რომ ეს გამოსავალი ეს გზა ვანახოთ ხალხს და დაუძღვეთ წინ იმისკენ რომ გამარჯვებას მიაღწიოს საქართველოს ეს დიდი ძალიან მადლობა ძალიან დიდი მადლობა მატამანგოლაძე სტუმარი სტრატეგია აღმოჩენებიდან ახლა კი მოძრაობა დროას წარმომადგენელი შემოგვიერთება მოგესალმებით დროა იყო ის ორგანიზაცია რომელიც თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ამ აქციის ასე ვთქვათ საგებოში თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია სამოქალაქო
ორგანიზაცია, ახალგაზრდული ორგანიზაციები ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული იმაში, რომ გევანდელი საღამო ასეთი გამოსული იყო, მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გასაგები ყოფილიყო ინფორმაცია და ჩვენ გავართ ახლა რუსთაველის გამზირზე. რა გავიგეთ გევანდელი საღამოდან, რომელიც ჯერ გამოსვლები არ დაწყებულა და დავინახეთ ჩვენ და აი ამის შემდეგ როგორ გრძელდება ეს ყველაფერი, როგორ აისახება პოლიტიკური პროცესებზე და საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმებ მაყურებელს. ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე თბილისში დგას უფრო მეტი ხალხი, ვიდრე შარშან ამ დროს, მაგრამ ზუსტად იგივე სულისკვეთებით, ზუსტად იგივე სოლიდარობით, ზუსტად იგივე წყურვილით თავისუფლებისა, ზუსტად იგივე ღირსებით, როგორც შარშან. ეს არის საქართველო და აქ არის საქართველო. ეს ადამიანები არიან საქართველო, რომლისთვისაც ღირსება, ბრძოლა თავისუფლებისთვის, სოლიდარობა, მეგობრის არ მიტოვება გასაჭირში არის ღირებულებები, რომლითაც ეს ადამიანები ყოველდღიურად ცხოვრობენ. დღეს აქ რუსთაველის გამზირზე ხორციელდება, ცოცხლდება ყველა ის ღირებულება, რაც ჩვენ მოგწონს ჩვენ ლიტერატურაში, ჩვენ ისტორიაში და ასე შემდეგ. ეს ხალხი აქ არის უპირველესად მოსული უკრაინის სოლიდარობისთვის და ამ კამპანიას და ამ აქციას თავიდანვე ჰქონდა 3 ძირითადი გზავნილი. პირველი, სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, მართლაც გმირ უკრაინელ ხალხს, ხარდაჭერა იმ გმირებს, ქართველ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინაში იცავენ უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, მაგრამ ასევე იცავენ საქართველოს, ასევე იცავენ სრულიად ევროპას და თავარი გზავნილი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი. რამდენადაც რუსული არ უნდა იყოს ეს ხელისუფლება, საქართველოსგან ბელარუსს ვერ გააკეთებს და ამის გარანტი არის ის ხალხი, ვის დღეს აქ შეიკრება. და მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა თითოეულ მათგანს. ნამდვილად დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც აქ მოვიდა. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის და დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამრავი ადამიანი არის შეგრძნებული მოძრაობა დიდი ხანია, გაჩერებულია საავტომობილო მოძრაობას გულისხმობ და არ ვიცი, უმადური საქმეა ნამდვილად თავების თვა და ამას მე ახლა არ დავიწყებ, უბრალოდ ვეთქვით, რომ განწყობა ნამდვილად ამაღელებელი და ამაღლებულია, რადგან 1 წლის შემდეგ კიევი დგას, 1 წლის შემდეგ უკრაინა განაგრძობს თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას და განაგრძობს საკადრესი პასუხის გაცემას ბოროტების იმპერიისთვის და 1 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ახლა დასაცავი გვაქვს ჩვენი ევროპული მომავალიც, ჩვენი ევროპული არჩევანიც, რადგან როგორც ხედავთ და როგორც მიდის პროცესები, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არაფერს ან ძალიან მინიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ ის ევროპული პერსპექტივა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოცემული აქვს, რეალურად გადაიქცეს კანდიდატის სტატუსად და საბოლოოდ შემდეგ უკვე მივიდეს ევროკავშირის წევრობამდე, იქამდე რის ისტორიული არჩევანიც საქართველოს მოქალაქეებმა ჯერ კიდევ 1989 წლის 9 აპრილს გააკეთეს. მე გეტყვით, რომ თბილისი არ არის გამონაკლისი. საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქში, აი ახლაც ამ თვეებში პარალელურად იმართება აქციები, მსვლელობები, დემონსტრაციები. საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონში იკრიბებიან და გამოხატავენ თავის ხარდაჭერას უკრაინის მიმართ და თავის ისტორიულ არჩევანსაც საქართველოს მომავლის მიმართ და არჩევანის მიმართ. ბათუმში არის საკმაოდ ხალხმრავალი აქცია. იქ ერას მოედანზე არიან შეკრებილები მოქალაქეები. ჩვენი ჟურნალისტი თეა ვაშალომიძე იმყოფება ბათუმში და ის პირდაპირ ეთერში მოგვიყვება რა ხდება ახლა საქართველოს საზღვაო დედაქალაქში. იქამდე ვიდრე სოხუმი ოკუპირებული აქვს რუსეთს. ამ ტერმინს ბათუმის სამართლით გამოვიყენებ. თეა თუ გესმის ჩემი რა ხდება ბათუმში?ას ამბობენ მანჩეკრებილი მოქალაქეები, როგორია განწყობა? დიახ მიშა გეტყვით, რომ უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით ბათუმში მრავალი ღონისძიება იყო დაგეგმილი დილიდან. ბათუმში ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები, უკრაინიდან ბათუმში დროებით მცხოვრები მოქალაქეები, ბელორუსიის მოქალაქეები. ბოლოს კი ისინი შეიკრიბნენ ბათუმში ევროპის მოედანზე და მინდა გითხრათ, რომ აქ საკმაოდ ხალხმრავალი აქცია და საკმაოდ
უბრალოდ ემოციური აქციაც აქ იყო სანთლები აქ გაისმა უკრაინული გალობა ჩვენ პირდაპირ ეთერში ახლა შეგვიძლია გავესაუბროთ აქციის ორგანიზატორებს ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს პირდაპირ ეთერში მინდა გაგესაუბრო ნიას შენ რო გითხრა აი რა არის მთავარი სათქმელი რატო შეიკრიბეთ დღეს ბათუმში და ზოგადად საქართველოში რატომ არის უკრაინის მხარდამჭერი აქცია კი ბატონო ჯერ უკრაინელმა ხალხმა მაიდან ბათუმმა ასე ვთქვათ დაორგანიზა ეს აქცია და ჩვენ შეუერთდით არ გადადო და მივიღეთ მონაწილეობა ორგანიზებაში ჩვენთვის ეს არის გმირობის ერთი წელი შესაბამისად დღეს გქონდა მრავალმხრივ ასე ვთქვათ ორგანიზება ჯერ პატივი მივაგეთ უკრაინელ და ქართულ ჯარისკაცებს რომლებიც დაიღუპნენ თავისუფლებისთვის ბრძოლაში შემდეგ უკვე ვაჩვენეთ ფილმი რა ხდება და რა ჩადის ოკუპანტი უკრაინაში გავიხსენეთ ასე ვთქვათ ჩვენი წარსული დამოუკიდებელი საქართველო ის ხალხი რომელიც იბრძოდა საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას ვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა ყველა ის ადამიანი რომელმაც წარსულიდან დაგვიტოვა დანატოვარი რომ არ უნდა დავემხოთ ასე ვთქვათ გაღწნილი ჩექმის წინაშე შესაბამისად ეს აქცია მრავალმხრივია პირველ რიგში უკრაინელი ხალხის ხარდასაჭერად და გმირობის ერთი წლის ასე ვთქვათ ხარდასაჭერად და მეორე ამბავია ჩვენი ქართული ეროვნული იდენტობის გამოსაღვიძებლად დიდი მადლობა ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ასევე გავესაუბრებით სპეციალურად გურიიდან ჩამოსულ სტუმარს ირმა გორდელაძეს ირმა თუ შეიძლება რო გითხრა საკმაოდ ემოციური გამოცვლა ჰქონდათ დღეს ბათუმში ერას მოედანზე თქვენი სათქმელი სამოქალაქო მოძრაობას თავისუფლებისათვის წარმოვადგენ გურიიდან ჩამოვედით, იმიტომ რომ 3 საათზე გქონდა უკრაინის სოლიდარობის აქცია და შეუერთდით ბათუმის მთელი სულისკვეთებით უერთდებით თბილისის სოლიდარობის აქციას, მაგრამ ვერ წავედით გარკვეული მიზეზების გამო და რეგიონის ხმაც მნიშვნელოვანია. რატომ ვართ უკრაინის მხარეს? რატომ უჭერთ უკრაინას მხარს? ისინი ხომ იმ საქმეს აკეთებენ, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს. ანგრევენ ბოროტების რუსულ იმპერიას, რომელმაც მიწები წაგვართვა, შვილები მოგვიკლა, აგვაწიოკა, დაგვანგრია და ამდენი წელია 200 წელზე მეტია ცდილობს ჩვენს დაპყრობას და დამონებას. უკრაინელმა ხალხმა ერთი წელი მათთან ერთად ჩვენ ვიღვიძებდით და ვიძინებდით რა მოხდა ფრონტზე, როგორ ამ მდგომარეობა. დღეს როგორ არ შეიძლება იყოს უკრაინის მხარეს, იყოს სწორ მხარეს და მართალ მხარეს. იმიტომ რომ ამ ხალხმა საერთოდ გადაწერა მსოფლიო ისტორია, საერთოდ დაანგრია მითი რუსეთის უძლეველობის და საერთოდ სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდით მართალია დიდი მსხვერპლის ფასად. ამიტომ მე მოუწოდებ ნებისმიერ ქართველს, ნუ აყვებით პროვოკაციას, ნუ დაემონებით რუსეთს, ნუ დაემონებით რუსულ პროპაგანდას, დაადექით ისტორიის სწორ მხარეს, რადგან არ დავემონოთ, არ დავკარგოთ თავისუფლება და ღირსება უკრაინელ ერთად ვიბრძოლოთ ამ იმპერიის დასაქცევად. დიდი მადლობა, ესეთი განწყობაა და ესეთი გამოსვლები არის ბათუმში ერას მოედანზე, როგორც გითხარით, დღეს ბათუმში დილიდან უამრავი აქტივობა იყო დაგეგმილი, რამდენიმე წუთში ბათუმის კინოთეატრში ფილმის ჩვენება გაიმართება, ასევე დღეს გაიმართა აუქციონი, სადაც გაიყიდა ომის ნივთები და ეს შემოსული თანხა უკრაინაში გადაირიცხება. თეა ვაშალომიძე ბათუმიდან გვერდთვებოდა, სადაც ასევე იმართება უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია, ასევე შეკრებილები არიან მოქალაქეები და როგორც ნახეთ, მათი სათქმელიც არის ის, რომ უკრაინამ ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს, რომ საქართველო გვერდით უდგას ამ ბრძოლაში მეგობარ სახელმწიფოს და რომ საქართველო მიდის ევროპისკენ და რომ საქართველოს ისტორიული არჩევანის დასაცავი აქვს ამ ეტაპზე. უნდა ვთქვათ, რომ ომის წლის თავზე კიევშია ჩასული მთელი მსოფლიოს ლიდერები, მთელი ცივილიზებული სამყარო, რამდენიმე დღის წინ იყო ჯო ბაიდენი, დღეს კი ევროპული სახელმწიფო არ დარჩა, რომელსაც დელეგაცია არ ყავდეს მივლენილი ოფიციალურ დონეზე, რა თქმა უნდა, და პუტინის უკანასკნელი მოკავშირეც კი ევროპის კონტინენტზე ვიქტორ ორბანი ითხოვდა იქ ჩასulis ასე ვთქვათ სპეციალურ ნებართვას, ანუ ორბანიც კი მიხვდა სად
დგას ახლა ისტორიული არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის. თუმცა კიევში არ არის საქართველოს ხელისუფლება, ანუ არ არიან ადამიანები, ვისაც ლეგიტიმაცია საქართველოს მოქალაქეებმა მისცეს იმისთვის, რომ წარადგინონ ასეთ ისტორიულ მოვლენების დროს სახელმწიფო, სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება კიევში არ არის. ირაკლი ტაბლიაშვილია ჩვენი შემდეგი სტუმარი და ამ კითხვით გავაგრძელებ თქვენთან საუბარს. კიევში საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ წავიდა, ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ მოწვევა არ მიუღია, თუმცა სრულიად საპირისპირო თქვა კასიანოვმა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და ისიც დაამატა, რომ ვიღაცები შოიგუს დაკრულზე და უკრაინელი და ქართველი გმირების სიცხეს ეყვავენო. თქვენთვის ეს ყველაფერი მისი ილუსტრაცია და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები რაც დასრულებენ. თუ აქამდე 2022 წლის 24 თებერვლამდე კიდე გქონდა სირედი იმედი, ილუზია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება გონიერად ჭყალებში მოქმედებს, 24 თებერვლის შემდეგ მოხდა, დაიწყო და მოხდა საქართველოს ხელისუფლების სრული ილუსტრაცია. იმ ადამიანების ილუსტრაცია, რომლებიც სარგებლობენ ჩვენს მიერ მიცემული მანდატით ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ვერ ასრულებენ რა ქართველი ხალხის ნებას, ვერ გამოხატავენ რა მის ნებას. აქედან გამომდინარე ამ კუთხით სწორედაც რომ არალეგიტიმურები არიან. საქართველოს ხელისუფლების არ წასვლა კიევში, ანუ იქ სადაც ეხლა მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან პოლიტიკოსები, გულშემატკივრები, ექსპერტები, ადამიანები, ვინც ისტორიის ეს სიტყვა გაცვდა თითქოს, მაგრამ ამაზე კარგად ვერაფერი ვერ გამოხატავს. ადამიანები, ვინც ისტორიის ნათელ მხარეს არის, საქართველოს ხელისუფლების არ წასვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება თამაშობს გუნდში, რომელსაც აწერია რასია, რომელსაც აწერია ზეთის ნიშანი. ამას იტყვის თუ არ იტყვის, აღიარებს თუ არ აღიარებს კოლექტიური კობახიძე, ღარიბაშვილი თუ თავად ივანიშვილი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ისტორიამ, და ეს არის უმნიშვნელოვანესი, გამოუტანა უკვე განაჩენი, უკვე სახელდება მოახდინა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მტრის, ანუ რუსეთის ბანაკში. თანამედროვეობა აი ეს ადამიანები და კიდე ბევრი ათეული ათასი ადამიანი ამ განაჩენს გამოუტანს, რასაკვირველია, ძალიან კვეთრად და ძალიან კარგად და ნათლად. ეს არის ჩემი კომენტარი თანხმობის. მადლობა ირაკლი ტაბლიაშვილი, ჩვენი სტუმარი. მადლობა, მე როგორც ვთქვი, ახლა უკვე იწყება ნელ-ნელა გამოსვლები. ტრიბუნასთან გამოსვლები ავლენ და განცხადებებს. მე როგორც ხედავ, არიან უკრაინის მოქალაქეები, უკრაინიდან. ჩვენი უკრაინელი მეგობარი, რომელსაც ნამდვილად ექვსმედა დიდი ძალიან დიდი აბონისმენტებით, ხო? Слава Украине! Героям слава! Слава нации! Слава Украине, героям слава! აი ეს სიტყვები ისმის ახლა რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე. აქ საქართველოა, ეს არის დღევანდელი შეკრების ერთ-ერთი დევიზიც. აქ საქართველოა, დიდება გმირებს, დიდება უკრაინას. შევიდრე საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება. შეგვიძლია უკვე მოусმინოთ გამოსვლელებს, გადავინახოთ უკვე ტრიბუნასთან და ნუ შემდეგ უკვე მოვლენათა განვითარების მიხედვით სტუმრებთან ჩვენ რამდენიმე მიზანმა გაგვერთიეთ. 24 თებერვალი არის დღე, როდესაც პუტინის რუსეთმა სასტიკ სრულმასშტაბიანი დამპყრობლური ომი დაიწყო უკრაინაში. That's true. ეს ომი გრძელდება და აუცილებლად უკრაინის და უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლი ქართველი გმირების გამარჯვებით დასრულდება. 24 თებერვალი არის დღე, როდესაც მთელი სამყარო ორ მხარედ გაიყო. სიკეთის, სინათლის, სიცოცხლისა და მეორე მხრივ, ბოროტების, სიკვდილისა და სიკვდილის მხარედ. ამიტომაც დღევანდელი აქცია უპირველეს ყოვლისა უკრაინის სოლიდარობის გამოხატულებაა. ქართველ ხალხს არ გვესმის ამ ბოროტების
მიკროფონი გამოწვას. არაფერი არ თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი, ერზე გამარჯვების ფასი. ქართული ხალხი განსხვავებით საქართველოს მთავრობისგან ომის დაწყების პირველივე დღიდან განსაკუთრებით გამოხატავს სოლიდარობას. უკრაინის მიმართ და გვერდში უდგას მის ხალხს. ისევე როგორც 90-იანი წლებიდან მოყოლებული უკრაინელები გვერდში გვედგნენ ჩვენ ძიმე წუთებში. მაგრამ ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ 24 თებერვალი საქართველოს ახალი მომავლის დაწყების დღეცაა და ხოლო ჩვენი ასარჩევია, როგორ იქნება ეს მომავალი. დაიკავებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ღირსეულ ადგილს ევროპული და მსოფლიო ცივილიზებული სახელმწიფოების გვერდით. 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს გავერთიანდით და კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებთ თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის მებრძოლ გმირებს. გავერთიანდით და ვდგავართ ერთად ჩვენი გმირებისთვის, ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის. აქ არის საქართველო, აქ არის უკრაინა. დღეს ჩვენ შემოგვიერთდება ომის გამო საქართველოში დევნილი უკრაინელების მარში. იმ ხალხის, ვინც იძულებული იყო რუსეთის სისასტიკეს გამოქცეოდა, რომლებიც ქართველებმა მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს შემოგვიერთებიან ასევე სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებმაც იციან, რომ ეს ქვეყანა და მისი მომავალი მათი შესაქმნელია. სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს, სინათლე კი სიბნელებს. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება გმირებს! Слава Україні! Мене звуть Козак Катерина, і я є українкою. Сьогодні 24 лютого, день, коли путінська Росія розпочала жорстоку, повномасштабну війну в Україні. День, який триває вже рік, який всі українці пам'ятатимуть, але хотіли б забути. 24 лютого – день, коли весь світ розділився на дві сторони. На одну, яка уособлює добро, світло і життя, і іншу, яка уособлює зло, темряву і смерть. Нам прогнозували поразку, але ми не підняли білий прапор, а стали боротися за синьо-жовтий. День, коли ми вже 365 днів показуємо всьому світу нашу незламність, стійкість і гідність. Наша акція – це сьогодні голос українців з Грузії та вдячність грузинам за їхню підтримку. მე გადაგითარგმნით მეგობრებო, რა თქვა კატერინა. მე ვარ კატერინა უკრაინიდან. ეს არის დღე, როცა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში. ეს დღე გაგრძელდა 1 წელი. არასდროს დაგვავიწყდება. ამ დღეს მსოფლიო ოფიციალად გაიყო. ისინი ჩვენს დამარცხებას ელოდნენ, მაგრამ ჩვენ თეთრი დროშა არ ავწიეთ და აღმართეთ უკრაინის დროშა. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ჩვენი ბრძოლის უნარიანობა და გაუტეხლობა. 24 თებერვლის შემდეგ გავიდა ღირსების 365 დღე. და ყველას ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ 1 წლის თავზე შევიკრიბეთ აქ და კიდევ ერთხელ ვანახეთ მთელ მსოფლიოს რა არის ჩვენი არჩევანი, რომ ეს არის ცალსახად დასავლეთი. Нас сьогодні чекають марші українців та студентів, які ми очікуємо, що вони приєднаються сьогодні до нас. І зараз першим маршем, який ми очікуємо, це марш українських активістів, це марш грузинів, які показують солідарність з Україною.
І ми маємо привітати українців і показати нашу їм солідарність. მეგობრებო, ამ წუთებში გვერდდებიან ჩვენი უკრაინელი მეგობრები, ტოლვილები, აქტივისტები, რომლებიც რუსეთის სასტიკომ საქართველოში გამოექცნენ და ერთი წელია საკუთარ ქვეყანას ეხმარებიან ჰუმანიტარულად. აწყობენ სოლიდარობის აქციას. აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შეუძლიათ. გთხოვთ მივესალმოთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს და ძმებს. Героям слава! Слава нації! Україна! Давайте ми привітаємо українців, які йдуть до нас маршем. І ми в знак поваги до українського народу трикратне українцям. Слава! 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 მეგობრებო, ახლა ჩვენ
საქართველოს მოგმართავს უკრაინის დედაქალაქის კიევის მერი, რა თქმა უნდა, საქართველოს დიდი მეგობარი ვიტალი კლიჩკო. Зараз. Я хочу висловити нашу вдячність грузинському народу за підтримку боротьби українців, за вашу солідарність з нами і за вашу позицію. Ви, як ніхто, знаєте, що таке російська агресія, яку біду, смерті і руйнування вона несе, як Росія намагається окупувати сусідні країни. Грузини не тільки морально підтримують українців, і ми це цінуємо. Ваші воїни б'ються поруч з нашими за волю та незалежність України. Ми шануємо пам'ять 36 відважних грузинів, які загинули за Україну від початку широкомасштабного вторгнення російських варварів. Багато бойців отримали поранення. Частина потрапили у російський полон. Ми вдячні за вашу сміливість, прагнення до свободи та незалежності. Переконаний, і Україна, і Грузія, народи, яких прагнуть бути частиною демократичної Європи, успішно подолають цей шлях. І наші країни стануть членами Європейського Союзу. І ніхто не завадить нашим народам реалізувати їх демократичний вибір. Сьогодні ми захищаємо Європу та її цінності. Слава Україні! Слава Грузії! Слава нашим героям! Дякуємо нашому меру Віталію Кличку, який передає слова вдячності грузинам. დიდი მადლობა ვიტალი კლიჩკოს ამ სიტყვებისთვის. მეგობრებო, რუსეთის სასტიკი და სრულმასშტაბიანი ომის დროს ჩვენ საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ვეხმარებოდით უკრაინელ მეგობრებს. მოვაწყოთ უამრავი მხარდამჭერი აქცია, გავგზავნეთ Давайте подякуємо грузинському народу за їхню підтримку і за їхню допомогу українцям Грузії. Дякуємо! კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც აქ მოვიდა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი კიდე მოდის და ძალიან ბევრი ადამიანი გვერდება და მალე, სულ მალე უკვე ახალგაზრდებით შემოგვიერთდებიან და ასევე მათაც ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ როგორც მანამდე ვთქვი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მომავლის მათ ხელშია სწორედ. ქალაქ ლვოვის მერიის ორგანიზებით შეიქმნა სარეაბილიტაციო ცენტრი Unbroken. ანუ გაუტეხელი ომის შედეგად დაშავებული ადამიანების დასახმარებლად. ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში მუსიკოსი და უკრაინის დიდი მეგობარი ნინო ქათამაძეა. Відома грузинська співачка Ніно Катамадзе, амбасадор фундації Unbroken, що допомагає в реабілітації українців. Тож давайте переглянемо відео про її роботу. მე ვარ ნინო ქათამაძე, მუსიკოსი საქართველოდან და მოგიყვებით ფონდის შესახებ, რომელმაც უკრაინაში ომისგან დაშავებული უამრავი ადამიანი გადაარჩინა. რაც ომი დაიწყო, უკრაინის ქალაქი ლვოვი გადაიქცა ჰუმანიტარული დახმარების დიდ ცენტრად. შეიქმნა ფონდი Unbroken, რაც ქართულად გაუტეხელს ნიშნავს. ამ ფონდის მიზანია უკრაინელებმა თავიანთ ქვეყანაში საკუთარ ოჯახებთან ახლოს შეძლონ სამედიცინო დახმარების მიღება. ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრში ყოველ კვირას გადმოჰყავთ დაჭრილები, სამხედროები, ხალები, ბავშვები. ამჟამად 5,000-მდე უკრაინელი, მათ შორის ბევრი ბავშვი, ელოდება პროტეზს, რათა დაკარგული კიდურების მიუხედავად განაგრძონ სრულფასოვანი ცხოვრება. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა ამიყო ამ ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. მინდა მოვხმარდო. დავეხმაროთ უკრაინას, დარჩეს გაუტეხელი. ძალიან დიდი მადლობა ნინო ქათამაძეს იმისათვის, რომ არა მარტო ამ საქმისთვის, რომ ელჩი და წარმომადგენელი ამ გენიალური მისიის, არამედ იმიტომ, რომ ის ძალიან დიდი ხანია
როგორც უკვე გითხარით, უკრაინის მეგობარი და ის აკეთებს ყველაფერს, რაც მას შეუძლია ნამდვილად დასაფასებელი თან ამას აკეთებს ძალიან გულწრფელად და მთელი გულით და სულით. მადლობა ნინოს ამისთვის. მეგობრებო, ახლა სიტყვით გამოვა უკრაინელი აქტივისტი მიხეილ ულიანინი, რომელსაც ჩვენ არაერთი მხარდამჭერი აქციიდან ვიცნობთ. მე მგონი ბევრს უკვე გეცნობათ, ხო ასია? ხო, მიშა? Нас переповнює гордість за кожного українця, який найбажає перемогу. І ми всі тут, ми є воїнами, які борються за Україну, за її межами. Ми всі тут не даємо забути про нас і тим самим тримаємо інформаційну оборону. Це військо громадських активістів і діячів, які невтомно борються і доносять правду про Україну світу. Один із них – Михайло Ульянів, український активіст в Грузії. Слава Україні! Друзі, 24 лютого – це дата, яка закарбується у серці кожного українця та українки. Це початок повномасштабного вторгнення Росії. Рік тому у всіх українських містах мирні люди прокинулися від вибухів ракет. Зараз ми всі розуміємо, що цього було не уникнути, адже ця війна почалася не рік тому. Війна почалася, коли українці обрали себе іншу долю на Євромайдані. Ми обрали демократичні цінності, справедливе суспільство. Але Росія не захотіла відпускати Україну. Путін вважав, що Україна є частиною його імперії. Він думав, що зможе легко підкорити нас, що ми будемо покірними населенням, яке буде слухатися його. Але він ще ніколи так не помилявся. Українці захищали, захищають та будуть захищати свій рідний дім. Неважливо, звідки прийшов ворог до нас. І ось пройшов цей рік. Рік незламності. Рік неймовірної відваги і героїзму українського народу. Ми стоїмо і будемо стояти до кінця, до нашої перемоги. Кожен повинен зрозуміти, що світ не буде в безпеці, доки не буде відновлено суверенітет України і встановлено справедливий мир. Щасливе, спокійне майбутнього цивілізованого світу зараз напряму залежить від перемоги України в цій війні. Адже перемога України – це перемога світової демократії. І безперечно, ця перемога – це перемога і Саакартвело. Саме тому зараз нам потрібно всім світом згуртуватися, продовжувати допомагати Україні, робити все задля нашої перемоги. Чим швидше, чим переконливіше буде ця перемога, тим менше крові ми прольємо. І єдина гарантія недопущення початку глобальної війни в Європі і Азії – це саме ця перемога. Ми повинні докласти максимальних зусиль до всього цього. Кожна копійка донатів, кожний вихід на протест, кожна розмова з сусідом, кожна навіть невеличка допомога – це дуже важливо. І найгірше, що зараз можна сказати, це думати, що війна не прийде в наш дім, що вона не добереться до тебе, де ти сховався, що можна просто тихо пересідати і почекати. На жаль, цього не вдасться зробити. Війна стосується кожного. І дракон не зупиниться сам. Його можна тільки перемогти. Безкарність агресора, його умиротворення – це призводить тільки до ескалації конфліктів і нових жертв. Історія це показувала не один раз. Україна зараз за цей урок платить кров'ю найкращих своїх українців. І Росія повинна залишитись в повній ізоляції, без будь-якої підтримки усіх союзників. І ми закликаємо до введення найжорстокіших санкцій на призупинення будь-яких союзів з країною-агресором. Це дуже важливо, щоб увесь світ переміг це зло, і ми нарешті наступив цей мір. І ми зробимо все для цього, щоб наближити нашу перемогу. Дідеба Українець, дідеба Саакартвелос, дідеба Гмірец. Слава Україні! Героям слава! Дякую. Дякуємо, Михайло. მადლობა, მიშა. მეგობრებო, როგორც გითხარით უკვე, თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგრამ მე მაინც შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყველა დიდი ცვლილებების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდები.
მათი ხმა და აქტიურობა გადამწყვეტია დღესაც, როცა საქართველოს უნდა გააკეთოს არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას რუსეთსა და ევროპას შორის. აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და თუ შეიძლება მივესალმოთ მათ ხმაურით. გავაბანოთ მათაც ჩვენი ხმა და ჩვენებურად გადაუხადოთ. мადლობა რომ მოვიდნენ. მათი აქ ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი დამეთანხმებით. Давайте привітаємо студентів, які приєднуються до нашої акції. Студенти грузинських університетів підтримують Україну також. Дякуємо. და ეხლა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ეხლა სიტყვით მოგმართავს, ეს გახლავს სტუდენტი ლუკა ჩოხონელიძე. გთხოვ ლუკა. Давайте привітаємо представника студентів Лука. მოგესალმებით მეგობრებო. მინდა განსაკუთრებულად მივესალმო ქართულ სტუდენტობას. დღეს თქვენ შეძელით და კვლავ ანახეთ საქართველოს ერთიანი, გაერთიანებული, კონსოლიდირებული სტუდენტური და ახალგაზრდული ძალა. უმნიშვნელოვანესია ჩვენი ყველა საგდგომა დღეს, რათა კარგად ვაჩვენოთ ცივილიზებულ სამყაროს, რომ საქართველოს პოზიციას არ გამოხატავს ირაკლი კობახიძე, არ გამოხატავს ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პოზიციას გამოხატავს მისი უდიდებულესობა, ქართველი ხალხი. ზუსტად 3 წლის წინ რუსეთის იმპერია შეიჭრა უკრაინაში. პუტინის გეგმა, რომ 3 დღეში აიღებდა კიევს ჩავარდა, რადგან იქ დახვდა მებრძოლი გმირი უკრაინელი ხალხი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ქართველი მეომრების მაგარი ბიჭების წვლილი უკრაინის თითოეულ წარმატებაში. არაერთი ქართველი შეეჭირა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლას ჩვენ საერთო მტერთან რუსეთის ძირგამობალ იმპერიასთან. მინდა ყველამ ერთად ვთქვათ, სლავა უკრაინე! მინდა მოგახსენოთ, რომ აქ წარმოდგენილები არიან სხვა უნივერსიტეტთა კოლაბორაცია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თქვენ ის ხალხი, რომელიც არის ცვლილებების მომტანი ამ ქვეყანაში, არ ყოფილა არც ერთი მოვლენა, არც ერთი ცვლილება საქართველოში, რომელიც ჩატარებული თქვენ გარეშე, ენერგიული, პერსპექტიული, ახალგაზრდა სტუდენტები. და ბოლოს, მინდა დავამთავროთ ჩვენი გმირი, მაგარი ბიჭის ჯამბულ ხოფერიას მამის სიტყვებით. ვიბრძვით, გვდებით, რათა იცოცხლოს საქართველო! მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა შენ ლუკა. ჩვენი ახალგაზრდები არიან
2022 წლის 24 თებერვალს ჩვენ გავიღვიძეთ აფეთქებების და სირენების ხაზი. რუსული ურდო ღრმად შემოლაგდა უკრაინაში. კიევის თავზე მტრის შუამფრენები დაფრინავდნენ. მათ ჩვენი დამარცხება 3 დღეში უნდოდათ. მაგრამ ჩვენ წინააღმდეგობა გავუწიეთ და გავაგვირეთ მსოფლიო. ჩვენ ვიბრძოლეთ. ჩვენ მტერი შიშველი ხელებით შევაჩერეთ. ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქალაქები. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთელმა მსოფლიომ ჩვენთან ერთად იბრძოლოს ჩვენს გვერდით. იწურება ომის 1 წელი. კიდევ ბევრი ბრძოლა, სისხლი, ოფლი და ცრემლია დარჩენილი გამარჯვებამდე. მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ ვიომებთ და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად მოვიგებთ ამბავს. იმიტომ, რომ სიცოცხლე ყოველთვის დაამარცხებს სიკვდილს და სინათლე სიბნელეს. მეგობრებო, უკრაინაში დევნილების დამეთანხმებით და ომში მყოფი მოსახლეობის ყველაზე კარგად ქართველებს გვესმის. ქართველმა დევნილებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსეთის სასტიკი აგრესიის შედეგები. ახლა ჩვენ და უკრაინელ მეგობრებს მოგმართავს აფხაზეთიდან დევნილი. ორგანიზაცია დევნილები დევნილებისთვის წარმომადგენელი ираклий Торуак. Тхот мивесалмут мас. Грузини, на жаль, теж знають, що таке війна з Росією. І також мають своїх біженців, що залишили свій дім через російсько-грузинську війну. Представник грузинських біженців Іраклій Торуак. მოგესალმებით თავისუფლების მოყვარულო ხალხო. მე სოხუმელი ვარ და აქ დღეს უამრავ აფხაზეთელს ხედავ. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორ იბრძოდნენ უკრაინელი მეომრები აფხაზეთში, როგორ სწირავდნენ ისინი საკუთარ სიცოცხლეს საქართველოსთვის. ჩვენ კარგად გვახსოვს რას ამბობდნენ ისინი. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ჩვენ დღეს წერს არ შევაჩერებთ, მასკალებს არ შევაჩერებთ გუმისთასთან, ეს ბრძოლა დნეპრზე გადაინაცვლებს და ასეც მოხდა. ჩვენ კარგად გვახსოვს სოხუმის სანაპიროს მომდგარი უკრაინული გემები, რომლებმაც 10,000-ობით სიცოცხლე გადაარჩინეს. ჩვენ კარგად გვახსოვს ჭუბერის თავზე მოფრინავი უკრაინული ვერტმფრენები, რომლებმაც უამრავი დევნილი გადაარჩინეს. დღეს მთელი ცივილიზებული სამყაროს ბედი უკრაინაში წყდება. თუ რუსეთს შერჩა ის, რაც მან ჩაიდინა 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩეჩნეთში, დღეს ეს არ უნდა გაუვიდეს რუსეთს უკრაინაში. ჩვენ აფხაზეთიდან დევნილები სოლიდარობას უცხადებთ უკრაინიდან დევნილებს, სოლიდარობას უცხადებთ მთელ უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას უცხადებთ ჩვენს მებრძოლ ბიჭებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მიწაზე. სწორედ მათ ჩამორეცხეს საქართველოს ის სირცხვილი, რომელიც ამ მთავრობამ აჯამა საკუთარ ერს. მართველი პარტია უკანასკნელ კონვულსიებში ბორგავს, ისევე როგორც მათი პატრონი კრემლში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ბრძოლა დასრულდეს უკრაინის და საქართველოს გამარჯვებით. უკრაინა პერემოზე! საქართველო პერემოზე! მიამაღებით! ჩემო ძვირფასო ქართველებო, ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, ერთად ყველაფერს მოვერევით, ნებისმიერ დაბყოლებას გადავნახავთ და ჩვენი იქნება ეს გამარჯვება. დადგება ის დღე ძალიან მალე, როდესაც ჩვენ ყველანი თავისუფლად გავივლით სოხუმის, გაგრის, ოჩამჭირის ქუჩებში. დაგვატიჟებენ ჩვენი უკრაინელი ძმები დონბასში, ყირიმში და ყველგან მთელს ტერიტორიაზე და გავივლით ამაყად
ისე როგორც დადიან თავისუფალი ადამიანები. გენაცვალეთ! მადლობა. Дякуємо за слова підтримки. საქართველოს, უკრაინას და ყველა თავისუფლების მოყვარულ ერს გაუმარ! გაუმარ! და კიდევ ერთხელ გაუმარ! ჩვენ ამას ვიმსახურებთ. მეგობრებო, შემდეგი გამოსვლელი გახლავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ბეჟან ჯავახია. Зараз слово має професор та підписант акту про незалежність Грузії Беджан Джавахія. მოგესალმებით. არც ვიცი როგორ დავიწყო. იმიტომ რომ ამდენი ქართველი რომ ხედავთ, გამოხედით, თავისუფლებისთვის იბრძვით, ვიძახი რომ ეს არის დაუღლელი ერი, ამიტომაც არის ჩვენი ისტორია, ჯვარცმისა და აღდგომის ისტორია. ამიტომაც ვართ 2000 წელი, რომ გვაქვს ისტორია, აბა ვინმე თუ გაუძლო ამდენ წელს. ამიტომაც მოგესალმებით. მინდოდა მე თქვა რომ არ მიყვარს თქვა თებერვალი. არ მიყვარს თებერვალი, იმიტომ რომ 24 თებერვალი ჩემთვის რამოდენიმე წლის წინ ყველაზე ტრაგიკული დღე იყო. გროზნოში უცხო მიწაზე ვასაფლავდით საქართველოს დამოუკიდებლობის მესაჭეს, ზვიად გამსახურდიას. სულ რამოდენიმე ადამიანი თავიდან მიყავით იმ დღეს, როცა ჩამოასვენეს და შემდეგში ჩამოვიდნენ ადამიანები. მაგრამ როცა ის გზა გადალახეს საქართველოდან, იქ რო ჩამოვიდნენ, გამიჩნდა ის ნაპერწკალი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ ვიბრძოლებთ. ამიტომაც ვაქ ეს ნაპერწკალი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ ვიბრძოლებთ, ჩვენ თავისუფლებას მოვიპოვებთ. იცით რა მეამაყებოდა? მეამაყებოდა, როცა აქ მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს მთელი ევროპა დააყენა. მეამაყებოდა, როდესაც და ამაყივან, როდესაც ნახე უკრაინის ქუჩებში მოარული ბაიდენი, ეს იყო გამარჯვების ნიშანი. ის ახაც გაივლის. ჩვენ გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ არ დაუშვებთ რომ ვიღაცამ ამ ქვეყანაში რუსის რამე მიიღოს. არ მივცემთ ამ ხელისუფლებას ევროპას დაგაშოროთ. ევროპა ჩვენი სახლია, ჩვენი ოჯახია. რაც კიდე წერონ ახლა, ომის ნუ გეშინიათ. ომი არ იქნება აქ. ჩვენ თავისუფლად მოვიპოვებთ გამარჯვებას. ესენი სპეციალურად გვაშინებენ. სპეციალურად აი გამახსენდა საშინელი ფაქტი, როცა მამია ორახელაშვილმა თებერვალში სანგრევში შემოიარა, იუნკრები ნახა დახოცილი ბიჭები და თქვა რომ როგორ შეახოცეს რუსებს ეს ბიჭებიო და მე რუსებს ჩააბარეს ქვეყანა. ჩვენ ამას არ დაუშვებთ. ჩვენ კი არა, თქვენ აბსოლუტურად თქვენი იმედი მაქვს. გამახსენდა ისე 25 თებერვალი. გამახსენდა კოტე მაღაშვილი, რომელიც წერს რომ თებერვალმა სამუდამოდ აგვიზამთრა მაისიო. ჩვენ ვერ დაგვიზამთრებს მაისს. ვერცერთი თებერვალი. ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ არ დაუშვებთ საქართველოს ყავდეს პოლიტპატიმრები. ჩვენ არ დაუშვებთ მიხეილ სააკაშვილი მოკლა ამ ხელისუფლებამ. ჩვენ არაფრით არ დაუშვებთ რომ არ გაანთავისუფლონ ნიკა გვარამია. ჩვენ არ დაუშვებთ არცერთ პატიმარს საქართველოში. საქართველო თავისუფლების ღირსია. საქართველო არის ყველაზე ამაყი ქვეყანა ამ ქვეყანაზე. ჩვენ აქ ამ მოედანზე, სხვათა შორის აღმოსავლეთში, ყველა ქალაქი არის ციტადელი. მხოლოდ დასაწყისიდან თბილისი იყო, რომ მე-5 საუკუნეში აგორაც ჰქონდა, როგორც საბერძნეს. ჩვენ გვაქვს ეს აგორა. აქ ჩვენ გამოვალთ, აქ თავისუფლებისათვის ვიბრძოლებთ. თქვენ გაგიმარჯვოთ, საქართველოს თავისუფლებას გაუმარჯოსა. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. აქ ახლა აღარ არის დრო. ჩვენ ყველანი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები უნდა გავხდეთ. საქართველოს რუსეთს არ დაუცვავთ. რუსი, აი არ დაიჯეროთ რომ აი ესეთი ეგონათ დიმიტრის ეგონა რომ რუსები გარჩევდნენ, რუსის მეფე არ ვარგოდა. მე ნოეს ჯორდანიას ეგონა რომ ოფიცრები არ ვარგოდა, მეფე კარგი იყო. ნოეს პირიქით ეგონა რომ სოციალ-დემოკრატები იქნებოდა კარგი. არ ვარგა. ჩვენ მხოლოდ თავისუფლება გვინდა. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. მადლობთ. ეხლა აქ შემდეგი გამოსვლელი არის ადამიანი, რომელიც ზოგადად მე ვთვლი რომ ალბათ თქვენს რომ ძალიან დეფიციტური გახდა გულწრფელობა, როგორც თვისება. შემდეგ გამოსვლას
ეს ნამდვილად არაკლია და მე მინდა ვთხოვო მოვიდეს აი ვეტერანი ქართული სამხედრო აკია ბარბაკაძე. Зараз слово має військовий відставці та ветеран Акія Барбак. მოგესალმებით. კითხვა მაქვს თქვენთან ხალხო. ოკუპირებულ ქვეყანაში რა არის მთავარი ამოცანა? ქვეყნის განთავისუფლება, დეოკუპაცია. აი ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ სოლიდარულები ვართ, რა თქმა უნდა, იმ ომში, იმ უთანასწორო ომში, რომელიც უკრაინაში წარმოედს. მაგრამ აქ არანაკლები ომია. აქ თუ არ სკდება ჭურვები, აქ სხვა მსხვერპლია. აქ თუ ბრძოლის ველზე არ იღუპება ხალხი. აქ გარბიან ამ ქვეყნიდან. დაღუპული და შინ მოუსვლელი ერთი და იგივეა. და ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს მოცემულობა. დღეს აქ ამ მოედანზე სადაც საკრალურ ადგილას ვიკრიბებით ხოლმე ყოველთვის, როცა მნიშვნელოვანი წყდება, მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აი ამ კედლებს, ამ შენობებს ახსოვს მრავალი გამარჯვება და სამწუხაროდ მარცხიც, მაგრამ გამარჯვება უფრო ბევრი სიხარული და წრემლიც, მაგრამ სიხარულიც უფრო ბევრი და სიამაყეც, ის ღირსებაც, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, როდესაც 9 აპრილს შიშველი ხელებით ტანკებს ვაჩერებდით, რაღაც ვერ ავგრძნობ იმ სიამაყეს დღეს აქ, რაღაც სხვანაირად გვაქვს თვალები დახრილი. უნდა დავასრულოთ ეს კოლაბორაციონიზმი. დღეს აქ ამ მოედანზე სადაც წყდება ყოველთვის ჩვენი ბედი, დასრულდა კოლაბორაციონიზმი. დღეს დასრულდა აქ ოცნების მანდატი. მანდატი არის აი აქ, თქვენში. ძალაუფლების წყარო არის ხალხი. კონსტიტუცია ამას გვეუბნება. თქვენშია ეს ძალაუფლება. გინდათ ხალხო აიღოთ ძალაუფლება ხელში. აქ არის. აციეთ ხელი ვის გინდათ ძალაუფლება. აი ეს არის ნამდვილი მანდატი. აი ეს არის ნამდვილი ძალაუფლება. თქვენ შეგიძლიათ ერთ წამში დაასრულოთ ყველაფერი. ჩვენ ყველანი პოლიტიკოსები ვართ თქვენი ნების ამსრულებლები. რა გინდათ თქვით? გინდათ რეალური თავისუფლება. გინდათ გამარჯვება. აქ არის. უნდა ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციონისტული საბჭო. უნდა გადავდგეთ ნაბიჯი. უნდა შევიღვანოთ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა, თითო წარმომადგენელით იქ და უნდა ვაიძულოთ ერთმანეთი და უნდა ვაიძულოთ ყველა პოლიტიკური ძალა, რომ აღასრულონ ნება თქვენი, ნება ღვთისა, ნება ერისა. აქ არის. ნუ გეშინიათ, უფალი მებრძოლთან არის. უფალი ყოველთვის მაშინ იყო ჩვენ გვერდით, როცა ვიბრძოდით მარტოები, ვიბრძოდით ძალად, ერთად, ცალ-ცალკე, მაგრამ სულ ვიბრძოდით. რამ ჩაგვაჩუმა ამ საწყლებმა? საკუთარი თავის რო ეშინიან, დღეს რო აწივლდნენ სლავა უკრაინათი, აქამდე რო სიტყვა ვერ დააგდეს. აი ამათმა სლავა უკრაინას დახილით წავლენ აქედან. ეს თქვენი გადასაწყვეტია. ორშაბათიდან ვიწყებთ აქციებს, პერმანენტულს, შევიკრიბებით. ამ საბჭოში შემოვა ყველა, აქ ყოფი პარტიები, ნაციონალური მოძრაობა, შალვა თელაშვილი და კიდე ბევრი. ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდე ერთხელ და ვიტყვით, რომ ძალა ერთობაშია. ესა გვაქვს დასაკეთებელი. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენ ფესვებთან. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის. აი მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდზე. აი მაშინ ექნება ფასი ჩვენთან ადგომას და სოლიდარობას. თორე ეხლა
უკუდო ხარის ხვას ბუზებს უგერიებდაო. აი ეგ არის ჩვენი რეალობა. აი აქა ვართ ეხლა დღეს. ორშაბათს არ უნდა დავიღალოთ. უნდა გამოხვიდეთ, მეტი არაფერი არ არის საჭირო. უნდა გამოხვიდეთ და დადგეთ და მოითხოვოთ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს თქვენთვის. გავაკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ და თქვენ გაქნებათ ღირსეული ცხოვრება. აღარ იქნება მშიერი, აღარ იქნება მათხოვარი ამ ქვეყანაში, საცა უკუღმარო მარცვალი გადააგდო, წაღმა ამოვა. აქ შიმშილობს ხალხი, მთელი მსოფლიო რო შიმშილობდა საუკუნეების წინ. აქ ყველა მათღარი იყო, მათხოვარი არ ყავდა და გაგვამათხოვრეს. ერთმა ჭიაკაცმა გაგამათხოვრათ. უნდა დავასრულოთ. აი ესე რა ძლივს არ გიცანით. ჩვენ გავიმარჯვებთ. თქვენ გაიმარჯვებთ და ჩვენ ყველანი ერთად ღირსეულად ვიცხოვრებთ. ღირსეულად ვიცხოვრებთ საქართველოში, ისეთ ქვეყანაში ვიქნებით, სადაც ყველა ჩვენი მეზობელი, ყველა ჩვენი კეთილისურველი სტრატეგიული პარტნიორი გაკვირვებული იქნება. ძალიან ცოტაა გასაკეთებელი. ძალიან ადვილია ამ ძალის გაშვება. რუსეთი დამარცხებულია, რუსეთი შეშინებულია. პუტინი სად დაიმალოს ჯურხმულში, იმას ფიქრობს და ეხლა, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანდა, იმ ხალხს დაეწყო შიშები, ვინც მარტო ებრძოდა ამ ურჩხულს. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ არ დავაბრუნებთ იმ მოცემულებას, რაშიც 70 წელიწადი ვიარეთ. ბოლშევიზმში, ფაშიზმში, ჩვენ თუ ერთად არ დავდექით, ჩვენ თუ არ დავამარცხეთ, ესენი ფაშიზმს გვიშენებენ აქ. ესენი ჯაშუშებს ეძებენ აქ თქვენში, ყველაში. ამათ უნდათ ბოლომდე ამოგხადონ სული. აი ეს არის მოცემულება და სიმართლე. აი ამის სათქმელად მოვედი აქ თქვენთან. თქვენ ხელშია ძალაუფლება. რასაც თქვენი თვით ის გაკეთდება. ორშაბათიდან ვიწყებთ მოძრაობას. ძალიან მათი დასრულება. დასრულდებიან თავისით. გამოხვალთ ამდენი, 3 დღეში დასრულდებიან. გამოხვალთ ნაკლები 1 კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან. მადლობა აკია. დიდი მადლობა. ჯამბულად ხოფერია 25 წლის ხერსონი დავით რადიანი 53 წლის ირპენი გია ბერიაშვილი 45 წლის ირპენი ბახვა ჩიკობავა 54 წლის მარიუპოლი დავით გობეჯიშვილი 47 წლის ირპენი დავით მენაბდიშვილი 47 წლის ხარკოვი ნიკოლოზ შანავა 21 წლის ირპენი არკადი კასაძე 40 წლის ლუგანსკი ალიკა ცაავა 40 წლის ლუგანსკი ზაზა ბიწაძე 40 წლის ლუგანსკი ვიტალი ორბელიძე 46 წლის იზიუმი ტატო ბიგვავა 27 წლის აზოვსტალი რატი შურღაია 38 წლის იზიუმი გიორგი გრიგოლია 40 წლის ბახმუტი დანიელ გერლიანი 24 წლის ზაპოროჟიე ალუდა ზვიადაური 42 წლის სევეროდონეცკი კახა გოგოლი 47 წლის ლუგანსკი ბერდია ჯოხაძე 43 წლის ხერსონის ოლქი გელა გოგია 55 წლის დონეცკის ოლქი კირილ შანავა 25 წლის ლუგანსკი ედიშერ კვარაცხელია 44 წლის ბახმუტი მიხეილ ყაფლანიშვილი 46 წლის ლუგანსკის ოლქი
ალექსანდრე მარტიაშვილი 24 წლის ხერსონის ოლქი გუგა გაგნიძე 40 წლის ბახმუტი ლევან სახელაშვილი 38 წლის ნიკოლაევის ოლქი თემურ მაჭარაშვილი 37 წლის ზაპოროჟიეს ოლქი ერნესტ მაჭარაშვილი 43 წლის ხერსონის ოლქი რუსლან ბაირამოვი 29 წლის ნიკოლაევის ოლქი კონსტანტინე კურსუა 43 წლის დონეცკის ოლქი ბადრი მარკელია 46 წლის ბახმუტი მერაბ ალადაშვილი 45 წლის ბახმუტი რომეო ფიჩხაია 55 წლის ბახმუტი ავთორურუა 41 წლის ბახმუტი როლანდ კვარაცხელია 59 წლის ბახმუტი სერგო ლისიხი 34 წლის ბახმუტი მიხეილ თევდორაძე 45 წლის ბახმუტი Українці, давайте подякуємо грузинським воїнам, грузинським героям, що борються пліч-опліч з українцями і віддають найцінніше – своє життя. Дякуємо! Тхаут, წუთიერი დუმილით პატი მივაგოთ უკრაინაში დაღუპულ თითეულ ადამიანს. Давайте вшануємо загиблих хвилиною აუწიოთ мовчання. ტელეფონები და გავანაცოთ თუ შეიძლება. დიდი მადლობა გმირებს. მადლობა. ცხოვრება გრძელდება და ქართველი კაცი ყოველთვის იყო იმედით. უკრაინა აუცილებლად დაიმოქმედებს.
ჩვენი გამარჯვებისა არულა მადლობა ბიჭებს. მე ჩვენ როგორც გითხარით, ჩვენთან ერთად არიან უკრაინელი დევნილები. და ეხლა სცენაზე გამოვა ერთ-ერთი უკრაინელი გოგო, რომელმაც ძალიან ბევრი რამე გადაიტანა ცხოვრებაში და ის ჩვენ გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, კოშმარულს. ვალერია შიშკო, უკრაინელი დევნილი, გთხოვთ მას მივესალმოთ ამჯერად. Ვალერია. За цей рік ми маємо ряд значущих міст, які закарбувалися в нашій пам'яті. Серед них Харків, Херсон, Миколаїв, Гостомель, Ірпінь, Буча, Ізюм, Бородянка, Чорнобаївка, Маріуполь, Азовсталь, що є символами нашої боротьби і незламності. Ми маємо пам'ятати про наших героїв, які їх захищали, і маємо пам'ятати про тих, що досі знаходяться ще в полоні. Слава Україні! Рік тому захисники Маріуполя одним із перших почали обороняти наші кордони. Вони героїчно боролися та робили неймовірні подвиги. Серед оборонців Маріуполя було так само немало військових грузинського походження. Боротьба була нерівною, оскільки сили противника значною мірою переважали. Та в наших військових переважаючою була сила духу перемоги, і їм 86 днів вдавалося стримувати наступи ворога. 20 травня задля збереження життя наших воїнів вищим керівництвом України було віддано наказ нашим захисникам здатися у полон. 9 місяців тому наші героїчні захисники вийшли з Азовсталі у невідомість. Досі понад 2000 з них досі понад 2000 перебуває в полоні, 700 з яких бійці Азову, яким найважче. Багато поранених ще з часів оборони міста, а також від тортур. Також немало жінок. Ми досі не знаємо, в яких умовах і де саме перебувають наші полонені військові. Чи надається їм належна медична допомога? Та ми точно знаємо, що поки вони у полоні у ворога, ми не маємо права забувати про них ні на хвилину. І маємо закликати увесь світ боротися за їхнє визволення, за якнайшвидше повернення їх додому. Хочу так само нагадати про жахливий теракт, скоєний Росією в Оленівській колонії, де перебували українські військові. В ніч на 29 липня 2022 року ворог підступно та жорстоко вбив щонайменше 54 героїчних оборонців Азовсталі, понад 130 було поранено. Досі злочин в Оленівці лишається офіційно нерозслідуваним, адже за півроку жодна міжнародна організація так і не отримала від росіян доступу до місця трагедії. І ми закликаємо увесь світ пам'ятати про цей кривавий злочин та розслідувати його, добитися правди і зробити все задля того, щоб винні понесли покарання якнайшвидше. На даний час офіцери Азову, які повернулися з полону, відновлюють боєздатність підрозділу Азов, і їм необхідна підтримка у всіх сферах. Так? Тому просимо донатити в офіційні фонди та поширювати інформацію про збори. Будь-який донат дуже важливий, ви це знаєте. Разом переможемо! Слава Україні! Дякуємо, Валерії. Ця війна переселила близько 7 мільйонів українців з їхніх домівок, близько 5 мільйонів Доном і
частина із них тут. Це мільйони історій про біль, страх і розлуку, а також про надію повернутися додому. Одну з таких історій зараз розповість Анна Оксеніченко. და ეხლა მორიგი გამოსვლელი, ასევე ჩვენი უკრაინელი მეგობარი, ტოლვილი უკრაინიდან, ანა ოქსანიჩენკო, გთხოვთ. Слава Україні! Боже, як вас багато, я хвилююся. Добрий день, шановні друзі! В першу чергу я хочу подякувати кожному з вас, що я неймовірно горда, що я зараз поряд з вами. Я пам'ятаю цей день рівно рік тому. Я пам'ятаю цю жахливу ніч, коли я прийняла непросте рішення збирати речі і на ранок вирушати з Києва, розуміючи, що повномасштабного вторгнення не уникнути. Тоді, о 1-й годині ночі, 24 лютого, я збирала речі і згадувала розповіді мого дідуся, як вони колись за одну ніч мусили покинути свою домівку на Тернопільщині. Це було в 50-х роках. І їхати в чужі краї, щоб зберегти життя нашого роду. І причиною тому були совєти. Колись моторошна для мене історія мого роду повторилася на мені. На 4-ту ранку та на 6-ту ранку я завела будильник. О 4-й ще було тихо, а о 6-й я прокинулася від звуку будильника, і найперше, що я побачила у Фейсбуку, почалася війна. Тривога і літаки літали у повітрі. Ці кадри я не забуду ніколи. Далі все було, як у страшному сні, і цей сон продовжується і досі. Все життя я спакувала за пару хвилин в машину і помчала з дітьми. Весь час повторюючи як мантру своїм дітям їх дати народження, прізвища, ім'я, телефони та адресу бабусі з дідусем на випадок, якщо я загину. Я знаю, що в кожного з нас є своя страшна історія, яку ми будемо передавати онукам і розповідати друзям і знайомим. І дуже важливо це пам'ятати, щоб ніколи не допустити повторення. Я прийняла рішення рятувати моїх дітей та себе і фізично, і психологічно, паралельно не зупиняючись ні на день, допомагаючи наближувати нашу перемогу, реагуючи на виклики, з якими навіть у страшному сні не думала, що буду колись стикатися. На жаль, не всім так пощастило, як нам. І багато хто з наших земляків залишилися в розбомблених автівках, домівках, деякі зґвалтовані та замордовані. І кожного дня цей геноцид українського народу повторюється. І причина війни не землі чи мова, і навіть не те, що вони хочуть нас рятувати, а причина – це наша любов до України, до свободи. Саме через прапор чи українську символіку росіяни вбивають і катують українців і сьогодні. Та хіба це гріх любити свою батьківщину? Хіба той, хто любить свою країну, це нацист і має за це померти? Не існує напрацьованих рішень для викликів, через які ми та весь світ проходимо вже рік. Але ми мусимо працювати на благо світлого майбутнього людства. Адже ця війна не є війною двох держав. Ця війна двох систем – авторитаризму і демократії. Громадський сектор і України, і Грузії пройшов великий шлях до розвитку демократичного, цивілізованого суспільства, де права людини – це не просто лозунги на мітингу у Лужниках, де свобода слова поважається та цінується. Так,
нам є ще багато над чим працювати, але в швидкому та гнучкому темпі, бо час та бюрократія працює проти. І вся міжнародна спільнота має знаходити нові працюючі підходи. Так, як показав себе в перші дні війни український волонтерський рух та простий народ, які врятували країну і світ, я не побоюся цього слова. За лічені години, виявляючи диверсійні групи, створюючи територіальні оборони, забезпечуючи військових прицілами, бронежилетами, шоломами і навіть гвинтівками. Так, як показали себе волонтери Грузії та всього світу, приймаючи мільйони біженців із України і не розкриваючи навіть свої професії, відправляючи літаки гуманітарної допомоги, ліків та генераторів. І на завершення я хочу процитувати нашу лауреатку Нобелівської премії Олександру Матвійчук. Ви не маєте бути українцями, щоб підтримати Україну. Достатньо бути просто людиною. Слава Україні! Дякую. Мадлова Діді. Дякуємо, Анна. А зараз ми послухаємо слова лідера опозиційної партії Дрогаліна Хоштарі, що представляє грузинську сторону організаторів цього протесту. Вона зараз в Києві в складі делегації від опозиційних партій. Сьогодні зранку вона була на засіданні Верховної Ради України, де були також представники інших країн, що підтримують Україну. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე უკრაინაში ჩასვლაზე. მათ ნაცვლად დღეს კიევში უკრაინის პარლამენტში საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს ოპოზიცია. ახლა კიევიდან მოგმართავს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. პარტია დროას თავმჯდომარე ელენე ხოშტარია. მოგესალმებით კიევიდან, მივესალმებით საქართველოს ყველა მოქალაქეს. მივესალმებით ჩვენ უკრაინელ მეგობრებს, ადამიანებს, ვინც ომიდან ჩვენთან ჩამოვიდა, თავშესაფარი იპოვა და ჩვენი მოქალაქეებისგან სიტყვით, სიყვარული და თანატოლობა ნახა. განსაკუთრებით პატივი და გამოხატა ჩვენი გმირების მიმართ, ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენი მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის თავს წირავს იმპერიასთან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ერთობას მთელი მსოფლიო ხედავს. ერთობას განსხვავებული აზრების, განსხვავებული პოზიციების, განსხვავებული გემოვნების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, მაგრამ ერთობას იდეის გარშემო. იდეის, რომელიც ცალკე არავის არ ეკუთვნის, მაგრამ ყველა ჩვენ ვიმსახურებთ. ეს არის თავისუფალი, მშვიდობიანი, ღირსეული და ევროპული ქვეყნის იდეა. მე მოვმართავ კიევიდან, ადგილიდან, სადაც ღირსება არის არა მხოლოდ სიტყვა, არამედ არის ყოველდღიური და ყოველწუთიერი არჩევანი. ადგილიდან, სადაც მარცხდება იმპერია. ადგილიდან, სადაც ძალიან მალე იქნება გამარჯვება. ადგილიდან, სადაც შენდება ჩვენი მომავალი მათ შორის. და დღეს თქვენ შეკრებით ამ საქმეში ჩვენი აგური დადეთ. კიევი არის ადგილი და უკრაინა არის ადგილი, სადაც გამარჯვების გარანტია არავის ქონია, მაგრამ ყველას ჰქონდა რწმენა, მოქმედების რწმენა, გაბედულების რწმენა, არდაღლის რწმენა, გამარჯვების რწმენა და სწორედ ამ რწმენით უნდა ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა. რწმენა, რომელიც ყველაზე მძიმე მომენტში გეუბნება, არ დაიღალო, არ დალევდე და გაიმარჯვა. ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა წყვილთან, ძალადობასთან, უღირსობასთან, სირცხვილთან, თავს მოხვეულ უიმედობასთან. და ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა გავემარჯვოთ. გარდა რწმენისა, ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება გონიერება. მე კარგად მესმის, რომ გამარჯვება არ მოდის მხოლოდ მიტინგზე შეძახილებით. დღეს აღარ არის უბრალოდ ემოციური განცხადებების დრო. დღეს არის კონკრეტული ხედვის საუცილებლობა და ამ პასუხისგებლობას ჩვენ თავზე ვიღებთ. საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას. მადლობა ელენეს.
ხელისუფლებამ, რომელსაც 11 წელია რუსეთის ერთი აგენტიც კი არ გამოუვლენია, აპირებს აგენტები უწოდოს სამოქალაქო სექტორს. ადამიანებს, რომლებიც წლებია საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, ამ ქვეყნის პროდასალური მომავლისთვის იბრძვიან. ახლა სიტყვით გამოვა ევროპულ ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი მელაშვილი. Гхаут Георгий. Зараз буде виступ представника громадського сектору Георгій Мелашвілі. Вітаємо. გამარჯობა. დღეს 1 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. და უკრაინელებს ჰქონდათ არჩევანი: ბრძოლა ან მონობა. უკრაინამ გააკეთა ეს არჩევანი. მათ გადაწყვიტეს ბრძოლა. ბრძოლა გამარჯვებამდე და დღეს უკრაინელები იმარჯვებენ ამ ომში. მაგრამ ეს ომი არ დასრულებულა. არც უკრაინაში და არც საქართველოში. ჩვენ ყველანი ვდგავართ ერთად. იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა მომავლის. ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების და ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. და ამ მომავალს ვერავინ წაგვართმევს. დღეს უკრაინა იბრძვის იარაღით ხელში, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით მომავლისთვის და იმისთვის, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ თქვა საქართველოზე, რომ ეს არის რუსეთის გუბერნია. არა და არასდროს. საქართველო არის თავისუფალი სახელმწიფო. თავისუფალი სახელმწიფო, რომელშიც კანონი კანონობს. ქართული კანონი და არა რუსული კანონი. არასდროს რუსული კანონი საქართველოში არ იქნება. სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში ყოველთვის იდგა დაჩაგრულთა მხარეს. ყოველთვის ეხმარებოდა იმას, ვინც ებრძოდა ძლიერს. იქნებოდა ეს სახელმწიფო თუ ნებისმიერი სხვა. სამოქალაქო საზოგადოებამ პირველმა ისაუბრა გელათზე, იმ კატასტროფაზე, რომელიც ხდება გელათში. სამოქალაქო საზოგადოება იცავდა ყველა დაჩაგრულს. სამართლიანად იცავდა მათ, ვინც ყველაზე სოციალურად დაჩაგრული იყო. და ეს ასე გაგრძელდება. სამოქალაქო საზოგადოება დაიცავს თავისუფალ არჩევნებს. დაიცავს იმ ადამიანებს, ვინც დგანან და იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა, რადგანაც თქვენ დგეს აქ დგახართ ერთად. გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს. სოლიდარობა უკრაინას, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს და სოლიდარობა საქართველოს, რომელიც ამ ომში უკრაინასთან არის. Дякуємо. А зараз буде виступ єдиного мера від опозиційних сил Гія Харчелава. ქართული ოცნების დამარცხება შესაძლებელია. მივესალმოთ ერთადერთ ოპოზიციონერ მერს საქართველოში. წალენჯიხის მერი ბატონი გია ხარჩილოვა. Вітаємо. გამარჯობა და გამარჯვება. კავკასიიდან ონაბერი თავისუფლების სურნელით. ამ სიტყვებით იწყება უკრაინის ეროვნულ გამათავისუფლებელი არმიის ფიცი, რომელიც არმიამ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მიიღო და ამ ფიცის ქვეშ იბრძოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მან გაუძლო მეორე მსოფლიო ომის ქართახილებს და 10 წლის შემდეგ 50 წლის 55 წინააღმდეგობას სწავდა მსოფლიოში უპროტესი არმიის წინააღმდეგ და ეს ფიცი უკრაინელმა ერბმა საბჭოეთში გამოატარა და დღეს ამ ფიცის ქვეშ უკრაინელი მეუბრები ხებულობენ
თავგანწირვის გადაწყვეტილებას. ეს არის შეუმოსვლელი, ეს არის თავისუფლებისათვის ბრძოლა და ამ ფიცს ქვეშ მიღებული ადამიანები ვიდიან საკუთარი სამშობლოს სახსნელად, რადგან მათ არ მიიღეს იმპერიის პირობა, რადგან ისინი ერთგული დარჩნენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ღირსების, საკუთარი თავისუფლებისათვის ბრძოლაში და ეს ფიცი ყველაზე ნათლივ განმოხატავს, რომ ჩვენ სულიერად ერთნი ვართ ქართველები, უკრაინელები, ირლანდიელები, ყველა ეპოქის, ყველა თავისუფალი ადამიანი, რომელიც შინაგანად არეგუება თავისუფლების დაკარგვას და მით უმეტეს მაშინ, როცა გვერდით ყავს მეზობელი, რომელიც დროდადრო გვიბრუნდება, გვაუბედურებს, კლავს, გვაწიოკებს, გვანგრევს და ეს შეუგუებელთა ერთობა მთელი ისტორიის განმავლობაში საკადრის პასუხს აძლევს დედამიწის ისტორიაში ამ ყველაზე ბოროტ იმპერიას. დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია ყველაზე ბოროტი საგარეო კურსი იმპერიისა, რომელიც ცდილობს, რომელიც ცხოვრობს იმით, რომ თავისუფლება წაგვართვას, რომელიც თავს გვახმევს საკუთარი თამაშის წესებს, საკუთარ ამბიციებს. ამის საბრძოლოდ ჩვენ ვდგავართ როგორც ერი, როგორც ერები, როგორც თავისუფლების მოყვარე ადამიანები, რომლებიც არ ტყდებით, არ ვეგუებით და დღეს კიევი, რომელმაც მიიღო არჩევანი მშვიდობას და თავისუფლებას შორის, რომლისთვის მშვიდობა არ არსებობს თავისუფლების გარეშე, მშვიდობა არ არსებობს გამარჯვების გარეშე, რომლისთვის უთავმოყვარეობა სიცოცხლეს, უთავმოყვარეო ცხოვრებას, დამონებულ ცხოვრებას, ბრძოლის ველზე ჭიდილი უჯობს თავისუფლებისათვის და ეროვნული ღირსების გადარჩენისთვის და ამ გადაწყვეტილების მიღების მერე წლის თავზე უკრაინა დგას, კიევი დგას, დემოკრატია დგას, თავისუფლება დგას და დღეს კიევის ქუჩებში დადიან თავისუფალი სამყაროს ლიდერები. ერთადერთი, ვინც დღეს კიევში არ დგას, ვინც დღეს საქართველოში არ დგას, ვინც დღეს ამ მოედანზე არ დგას, ეს ვინც დღეს ჩვენს გულებში არ დგას, ვინც დღეს იმ არჩევანის გვერდზე არ დგას, 80%-ის ეროვნული არჩევანის, ევროპული არჩევანის წინაშე არ დგას. ეს გახლავთ ქართული ოცნება, კაპიტულანტური ოცნება, საკუთარი ეროვნული ღირსების გამყიდველი ოცნება და ბრძოლის ველზე ამ სიცხვილის გამოსყიდვა შეძლეს ამ გვირებმა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ეროვნული სიამაყის გრძნობა დაგვიბრუნეს, რომელთა თავგანწირვამ ისევ გამოგვიყვანა აქ ამ რუსთაველზე, ამ დარბაზობაზე, სადაც ყოველთვის წყდებოდა საქართველოს ბედი. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც უზურპირებს, რომელმაც დაამყარა, წაიღო საქართველოს პარლამენტი, წაიღო სასამართლო, წაიღო აღმასრულებელი ორგანოები, წაიღო თვითმმართველობა, წაიღო ბიუჯეტი თვითმმართველობები წალენჯიხის გამოგლებით, წაიღო საქართველოს ბიუჯეტი და ახლა ისაპირებს ოკუპირებას ჩვენი გონების, ჩვენი გულის, ჩვენი სინდისის, ჩვენი ნამუსის, თითო ქართველის გაუტახელი სულის და მე მინდა გითხრათ, რომ ეს იმხელა შეჭიდებაა, ის ვერ შეძლებს ადამიანებისგან თავისუფლების დაცლას, ის ვერ შეძლებს ჩვენზე გამარჯვებას, რადგან ჩვენ პერიოდულად უბრუნდებით რუსთაველს, უბრუნდებით ამ დიდ დარბაზობას, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავალი ჰქვია და ამ ერთობისთვის ბრძოლაში მინდა გალაქტიონისებული შემოძახილით დიდება ხალხისთვის ეს თებერვლის რევოლუციაზე წუნებოდა. 17-ში ეს არ იყო ოქტომბრის რევოლუციის მოძახილი. დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა, მათ ხსოვნას სამშობლო სანთლება დაინდებს.
ბატონებო, ჩვენ ისტორიის თანამონაწილეები ვართ. საქართველოს ისტორიის ამ ბრძოლაში, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ყველა თქვენთაგანს, ყველა თანამემამულეს, თავისუფლებას შენარჩუნებულ ადამიანს მოგმართავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ნებით გადალახა ყველა წინააღმდეგობა და ჩაჯდა ციხეში, როგორც ჩვენ ყველანი ვართ კისოსებში მოქცეული. მას ციხეში ვერ შეულახეს თავისუფლება, ვერ წაართვეს თავისუფლება. მას ციხეში ვერ წაართვეს ღირსება, რადგან ღირსება კვებავს თავისუფლებას. ღირსება არის თავისუფლების ყველაზე დიდი მოკავშირე. და როცა ეს ორი დიდი ღირებულება, დიდებული ღირებულება მან საკუთარ თავში გულში დაგონებაში ატარა, დღეს გულაგი ცდილობს მისი სიცოცხლის ყელყოფას, ყველაზე დიდი ღირებულების ყელყოფას, რაც ადამიანს გააჩნია. და მე თქვენ გადმოგცემთ მის გზავნილს, გადმოცევამ ქართულ თავყრილობას იმ ადამიანის, იმ გაუტეხელი ადამიანის სიტყვას, საუკეთესო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო, უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და მისი ამსონების სრულ ბალიკას. მე როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ზელენსკის თანამებრძოლემ ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართულ ხალხს უკრაინის გამარჯვების შემდეგ. თავარია ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიებდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა. მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას. ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგევარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარების. მსოფლიო ბანკანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება, მოკავშირეების დასჯა. ამას უკვე წინ დღეს კიევი დგას ფეხზე რაღაცა თუნდაც ბოლო ვაგონს შევახტეთ, ვინაიდან ეს მატარებელი მიდის ნატოში და მიდის ევროკავშირში. დღეს წყდება საკითხი საქართველო აზიაა თუ ევროპა. აზია არის ოლიგარქატი, დესპოტია, გაჭირვება, ევროპა კი არის თავისუფლება, დემოკრატია, სადაც პიროვნება უფრო მაღლა დგას ვიდრე მთავრობა. საქართველოში რუსეთმა და მისმა დამქაშებმა უკვე დააყენეს აზიის მყრალი სული. ძალადობის, სიცრუის, პიროვნების უპატივცემლობის, სიბნელის, გაუნათლებლობის დროა საქართველო გადიავდეს. ძალა ერთობაშია. სლავა უკრაინე! Дякуємо. ჩვენ აქ დღეს ვისაუბრეთ იმაზე, თუ ქართველი ხალხი როგორ ედგა უდგას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გვერდში დაუდგება მოძმე უკრაინელ ერს. და ახლახანსაც სულ ცოტა ხნის წინ უკრაინელმა ექიმებმა მოგმართეს თხოვნით, რომ სამოქალაქო ობიექტებზე გაძლიერებული თავდასხმების გამო მათ სასწრაფო დახმარების მანქანებით დავეხმაროთ. კამპანია სასწრაფო საქართველოდან ქართველი ექიმები ჩაუდგნენ სათავეში. მინდა გითხრათ, რომ უკვე შეგროვდა 80,000 ლარი. და თუ დღეს ყველანი ვინც აქ ვართ სუმცირედით, აი სუმცირედით მაინც შემოვერთდებით ამ ფონდს, დღის ბოლომდე ერთი რიანობილის ყიდვას და უკრაინაში გაგზავნას უკვე შევძლებთ. აი ახლა ეკრანზე გამოჩანს უკვე QR კოდი, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ რომ გადარიცხოთ ფული, თუნდაც მცირედი, თუნდაც სიმბოლური, მაგრამ მაინც გადარიცხოთ. ვისაც რისის შესაძლებლობა გვაქვს. მადლობა წინასწარ. აი QR коди. Ми завжди вдячні грузинам, які зараз
Незважаючи на те, що 20% грузинської території також окуповані, намагаються допомагати українцям. І представник цієї організації, який зараз буде мати слово, вони вже мали величезний збір на допомогу українцям і доставили Україні генератори, за що ми їм дуже дякуємо. А зараз вони збирають на чергову партію допомоги українцям, і вони збирають на медичні автомобілі, які необхідні українцям у нашій боротьбі. Давайте від українців подякуємо за такі ініціативи. Дякуємо. ახლა სიტყვით მოგმართავს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პარტია გირჩი მეტი თავისუფლების თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე. მოგესალმებით ყველას. ჩემთვის მართლა ძალიან დიდი პატივია ხარ დგომა. მე ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ წყვილი არ მიყვარს, ამიტომ ვეცდები ძალიან მოკლედ გითხრათ, რისი თქმა მინდა და პრინციპში ერთადერთი რისი თქმაც მინდა არის ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანსო დღეს აქ მოხვედით რა. 24 თებერვალი არის პრინციპური თარიღია, როცა ჩვენ თვალწინ სამყარო გაიყო ორად და ერთ მხარეს არის ნარჩენი და მეორე მხარეს წინ ამ დღეს თელ ცივილიზებულ სამყაროს შეეროდა რომ უკრაინა დაეცემოდა, შეეროდათ რომ სამ დღეში კიევი დაეცემოდა. და კი თუ დაეცემოდა გასაგებია რა დაემართებოდა ჩვენ ქვეყანასაც, ხო? დავკარგავდით ძალიან მაღალი ალბათობით ყველაზე ძვირფას რაც გვაქვს დამოუკიდებლობა, რომელსაც თაობებმა შეწირეს სიცოცხლე და უამრავი სისხლი გვაქვს ამისთვის დაღრილი. მაგრამ მე მოხდა სასწაული. ისაც ახლა ჩვენ უყურებთ ერთი წელია უკვე ეს არის რეალური სასწაული. ლაივში უყურებთ უკრაინელები რას აკეთებენ, როგორ გააჩენეს ეს ბოროტების იმპერია. და ძალიან მაღალი ალბათობით მე შეიძლება ჩემ ცხოვრებაში უკვე მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას. და ამას აკეთებენ უკრაინელები ჩვენ თვალწინ. ესეთი დღე არის. ძალიან ცხადი ხაზი გაივლო, სად არის მორალი, სად არის ამორალურობა, სად არის თეთრი, სად არის შავი. ის რომ თქვენ დღეს აქ ხართ, ეს არის დასტური იმისი, რომ თქვენ არ გჭირდებათ ამის ახსნა. ამის გამო მინდა მართლა მადლობა გადაგ მარტო იმის გამო კი არა რომ მოხვედით. იმის გამო რომ თქვენ ხართ ის ხალხი, ვისაც დღეს მიუხედავად ყველაფრისა არაფრის ახსნა აღარ ჭირდება. არ ჭირდება იმის ახსნა, ვინ არის ამ ბრძოლაში სიკეთის მხარეს და ვინ არის ბოროტების მხარეს. აი ხო ყავთ გარშემო, ყველას ყავს გარშემო ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდე დღეს ერთი წლის თავზე 24 თებერვალს რაღაცის ახსნა ჭირდებათ. რომ სად არის სიკეთი, სად არის ბოროტება, რაღაც კიდე უნდა აუხსნა. ხო და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ ხართ ეგ ხალხი, არ ახართ თქვენ. თქვენ ხართ ხალხი, რომელსაც ყველაფერი ესმის, რომელსაც დამატებით არაფრის ახსნა არ ჭირდება. თქვენ ხართ საბოლოო ჯამში იმედი. აქედან ხალხი რო გარბის ამ ქვეყნიდან, იმის გამო კი არ გარბის, რომ რაღაცა უჭირს. იმის გამო გარბია, რომ ჩვენი ჯამში ამ ქვეყანაში ცხოვრები ადამიანების იმედი დაკარგეს, რომ ჩვენ შევძლებთ ნორმალური ქვეყნის აშენებას. მაგრამ თქვენ რო აქ დგეხართ, ეს არის ამის უარყოფა. ეს აჩვენებს, რომ ტყუილია. ყველაფერი შეგვიძლია. ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათსაც მოვიშორებთ და ნორმალურ ქვეყანასაც ავაშენებთ. დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს. მადლობა კიდევ ერთხელ.